მთელი დღე სახლში ხარ და რამ დაგღალა. ეს არის ფრაზა, რომელსაც ყველაზე მეტად გამოვყავარ წონასწორობიდან, რადგან მიმაჩნია, რომ იშვიათია მოძებნო ამაზე მეტად უმადური, თავხედური და უტიფარი განცხადება ქალის შრომის შესაფასებლად. და ზოგადად ჩვენ საზოგადოებაში რატომღაც ქალის არანორმალური შრომის ნორმალიზება ხდება, რადგან მიიჩნევა, რომ ქალი, რომელიც არ მუშაობს, სახლში მუდმივად უნდა ფუსფუსებდეს, სხვათა შორის თუ მუშაობს, მაინც სახლში მოსვლის დროს აუცილებლად უნდა დაიწყოს ფუსფუსი და აწდამარადის მუდმივად უნდა აკეთოს საქმე, რადგან სახლში საქმე ცხადი არ ილევა. ანუ ოჯახის წევრებს უნდა შეუქმნას კომფორტი, ყველაფერი უნდა გაუკეთოს მათ, დაალაგოს სახლი, გარეცხოს ტანსაცმელი, გამოამზადოს სადილი, მოკლედ უამრავი საქმე გააკეთოს და ამ ყველაფრისგან არ უნდა დაიღალოს. მე მართლა ვერ ხვდები, რა შეიძლება იყოს ამაზე უფრო დაუფასებელი შრომა, როგორიც არის დიასახლისის შრომა.